რაც შეეხება სიუჟეტს, იერუსალიმში ერთ-ერთ ისტორიულ ადგილას გაჩნდა მამაო ჩვენოს ტექსტი ქართულად ამ მოვლენის მნიშვნელობაზე. განთიადი ჟურნალისტი სალომე სუხიშვილი ესაუბრა სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ლაზარე გაგნიძეს, გიგნაძეს უკაცრავად, ასე რომ ნახოთ სიუჟეტი და შემდგომ უკვე დაგიბრუნდებით ჩართვით და საინტერესო სტუმართან ერთად. მამა ლაზარე, ისტორიულ ფაქტს დავარქმევდი, რაც ამ ბოლო ხანებში მოხდა. იერუსალიმში გაჩნდა ერთ-ერთ ისტორიულ ადგილას ქართულ ენაზე მამაო ჩვენო ტექსტი. ჩვენი მაყურებლისათვის უფრო ცლად რომ მოვყვეთ ჩვენს მაყურებელს ამ მნიშვნელობის შესახებ. იცით რომ მე-4 საუკუნის 20-30 წლებში ელენე დედოფალმა მოილოცა იერუსალიმი და 1424 წელს მან მიაკვლია იმ ადგილებს, სადაც აწამეს მაცხოვარი და აი ამ პერიოდიდან თქვენ იცით რომ წმინდა მიწაზე ფართოდ გაჩაღდა ეკლესია მონასტრების მშენებლობა. ერთ-ერთი ტაძარი აშენდა აი იმ ადგილას, სადაც მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ასწავლა ლოცვა და კერძოდ მამაო ჩვენოს ტექსტი ასწავლა და ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანულ ლოცვას. ტაძარი 1106 წელს დაანგრიეს სპარსელებმა, როცა ისინი წმინდა მიწას შეესწრნენ. მოგვიანებით ისე აღადგინეს, მაგრამ ამჯერად უკვე ჯვაროსნებმა იავარყვეს იგი. ბოლოს ეს მე-19 საუკუნეში აღმოჩნდა კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი ორდენის, კერძოდ კარმელიტების ხელში. დღეს ახლა აქ მოღვაწეობენ კარმელიტი მონოზვანი ქალები. სადღაც 20-30 წლებში გასული საუკუნის აქ ფაქტიურად აი კარმელიტებმა დაიწყეს ორგანიზება ახლებური იცით რომ ტურისტული მოძრაობა ფართოდაა გაშლილი წმინდა მიწაზე, უამრავი მილიონობით მომლოცველი ჩადის სხვადასხვა ქვეყნიდან და ამათ დაებადათ აზრი რომ მსოფლიოს ყველა ენაზე აქ მოეთავსებინათ აი ეს მუზეუმის მაგვარი გამოფენა. ამოუჩვენო აქ აი ეს დაფებზე, მოჭიქულ დაფებზე არის 140 ენაზე. 140 ენაზე და ერთ-ერთი უპირველესი ეკლესიის ასაკის შესატყვისად გაკეთდა ქართულ ენაზე, მაგრამ ტექსტი იყო ქართული, მაგრამ შეურაცხყოფელი იყო ქართველებისათვის ამ უძველესი დამწერლობის მქონე ერისთვის, რომ ტექსტი გამართული იყო ლათინურ შრიფტით. და ისიც საკმაოდ დიდი მიუტეველი შეცდომებით. ზეთისხილის მთაზე მდებარე კათოლიკურ სამონასტრო კომპლექსში სახელდახელოდ დაწერილი ტექსტი დიდი ხნის მანძილზე ყურადღების მიღმა რჩებოდა იქ ჩასულ მომლოცველს თუ ეკლესიის წარმომადგენელს. ერთ-ერთი ჩვენი მოგზაურობის დროს წმინდა მიწაზე, როცა მივედით აი ამ ქართული ტექსტის სანახავად, შეგვძრა აი ამ ფაქტმა, მაშინ ვიფიქრეთ, რომ რაღაცნაირად გვეთავა ამ ტექსტის გასწორება. მაგრამ სამწუხაროდ ესე იოლი არ აღმოჩნდა. ჯერ ერთი ნებართვა იყო საჭირო თავად აი მონაზვნებისაგან, ან მონასტრის წინამძღვრისაგან, მაგრამ უშედეგო იყო მასთან საუბარი, იმიტომ რომ ამას მხოლოდ განაგებდა სათაო ოფისი, რომელიც პარიზშია.
რამდენიმე წლის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. არქიმანდრიტ ლაზარესთან ერთად ამ საქმეს სათავეში ედგნენ გიგა მაზმიშვილი, ოთარ ორჯონიკიძე და იმჟამინდელი ელჩი ისრაელში, არჩილ კეკელია. ამ წლის მაისში მათი ერთობლივი მუშაობა წარმატებით დაგვირგვინდა და მემორიალურ დაფაზე ახლა უკვე ქართულ ენაზეა შესრულებული მამაო ჩვენოს ტექსტი. მამაო, ალბათ მსგავსი ფაქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გავიდეს, ჩვენი რეალურად, ჩვენი სახელი, ჩვენი კულტურა და ამ შემთხვევაში ეს იყო ძალიან დიდი ფაქტი, ხო, ამ კუთხითაც. აი თქვენ რა სიტყვებით ამას? ცითრა ხო, ასეთი თითქოს უმნიშვნელო ფაქტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პატარა ერისათვის. თქვენ იცით, რომ ფაქტიურად ქართული მართლმადიდებლები იყვნენ ქრისტეს საფლავის დარაჯები. ფაქტიურად ესეც დავკარგეთ, ისე როგორც ჯვრის მონასტერი და ბევრი ესე წმინდა ადგილები წმინდა მიწაზე, რომ ჩვენ გვჭირდება ქადაგება გვჭირდება ბეჭდითი ესე იგი საშუალებებით პროპაგანდა ჩვენ თითქმის არაფერს არ ვბეჭდავთ ჩვენი ეკლესიის ისტორიის შესახებ უცხოენებზე ხშირად მომისმენია მე უკვე 5 ჯერ ვიყავი იერუსალიმში და თითქმის ყოველ წელიწადს ღებულობს საყვედურებს რატომ არ ბეჭდავთ აი სომხები ბეჭდავენ უამრავს თქვენ იმის მიუხედავად რომ დიდი ისტორია გაქვთ ქრისტიანული არაფერს არ ბეჭდავთ ბევრი რამე ის პოზიცია რაც დავთმეთ შეიძლება ზუსტადაც ამის ამ ხასიათის გამო არის რომ არ ვაქცევთ ხო იცით რა ეხლა მე გეტყვით რომ მე იცით რომ რამდენიმე ენა ვიცი საკმაოდ კარგად როცა ვკითხულობ მასალებს არა ეს ესეთი ფუნდამენტური გამოკვლევები არ გახლავთ ეს ძალიან მარტი ჩვეულებრივ აი მოკვდავთა ენაზე დაწერილი ისტორიებია ნუ გნებავთ სომხური გნებავთ გერმანული ხო მაგრამ იმეჭდება რაოდენობა არის განუსაზღვრელი და ეს მუშაობს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ყველა ასპარეზზე სარწმუნოებრივი იქნება ეს კულტურული თუ საგანმანათლებლო ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება მიექცეს ნებისმიერ ფაქტს რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელს წარმოაჩენს